ჩემი აზრით ჩვენ სწორედაც რომ სიტყვა მონა უნდა ვუწოდოთ მათ შევძახოთ ხოლმე მათ ვინც მეტისმეტად ღიზიანდება ამ შეფასების შეხსენება ძახილით ჩვენ ასე მაგალითად სიტყვა სალახანა მე არ მესმის კარგად რატომ უნდა იყოს ეს შეურაცხყოფელი ვინმესთვის მაგრამ სწორედაც რომ სალახანა უნდა ვუწოდოთ სხვა მეორეს ვინც ღიზიანდება ვინც კონკრეტულად ღიზიანდება სიტყვით სალახანა ნაძირალა უნდა უწოდოთ მას ვინც ამ სიტყვის გამო ცოტა შეიშლება ხოლმე გვარიანად შეიშლება ხოლმე რუსის აგენტი და უამრავი ეპითეტი არსებობს სასაკურელეთიც უნდა შევამკოთ კონკრეტული პირები ამაში დასაძრახი სულაც არაფერი არ არის და თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს რომ ეს ყველაფერი ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ფარგლებში რაც არ უნდა თქვას ამავე კლანის ქვენაწილმა მურუსიძე ჩინჩალაძე გვიტიშვილის კლანმა ანუ სასამართლომ რაც არ უნდა ადმინისტრაციული ჯარიმები გამოგვიწეროს თითოეულ ჩვენგანს ისედაც დახუნძლულია ბევრი ჩვენგანი ამ ადმინისტრაციული ჯარიმებით მე 5,000 ლარი მაქვს გადასახდელი თუმცა არიან პირები რომლებსაც 5,5 7,7 10 12 და ან 20 5,000 ლარი დააკისრეს წარმოიდგინეთ მოქალაქეს ეუბნებიან რომ 5 ჯერ უკაცრავად 5 ჯერ თუ გნებავთ ან 7 ჯერ ან 20 ჯერ 5,000 ლარი ანუ 100,000 ლარი ამ უკანასკნელ შემთხვევაში უნდა გადაიხადო იმისთვის რომ რუსთაველის გამზირზე იდექი და ამ 20 დგომიდან 20 ჯარებიდან პირობითად 14 ჯერ ტროტუარზე იდგა და 6 ჯერ თუ ჭყალებში შემოარღვია კანონი გადაკეტა რა რუსთაველის გამზირი ოღონდ გადაკეტილზე მივიდა უმრავლეს შემთხვევაში კი არა ყველა შემთხვევაში და ეუბნებიან რომ 100,000 ლარი უნდა გადაიხადო ჯერ ერთი ვისა აქვს ეს 100,000 ლარი როცა საშუალო ხელფასი 1000 რაღაცა ლარია როცა საარსებო მინიმუმი 1000 რაღაცა ლარია და მეორე რომც გქონდეს რატომ უნდა მისცე ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას რათა მან ბიუჯეტი შეავსოს და მეორე რობოკოპებისთვის იყიდოს დამატებით ამ თანხით იყიდოს ის დათვის ტყვიები თუ ხელკეტები თუ მომწამლავი გაზი რომელიც შემადგენლობაც ქიმიური შემადგენლობა ჩვენ არ ვიცით მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ ახლა ვსაუბრობ იმაზე რომ ჩვენ სწორედაც რომ იმ სიტყვებით უნდა შევამკოთ ესენი და ერთი წამითაც არ უნდა დავიხიოთ უკან რა სიტყვებიც ამათ აღიზიანებს აქედან გამომდინარეც დამატებით ჩემი პატივისცემა პირველ ყოვლისა პირებს რომლებიც უშიშრად არა მარტო ამბობდნენ წარმოთქვამდნენ რაღაც სიტყვას ასე მაგალითად სიტყვას მონა შესძახებდნენ ხოლმე მარიამ ლაშხსუ ნინო წილოსანს არამედ მომავალშიც იგივეს გაკეთებას აპირებენ და ასე შემდეგ ეხლა ეს წამია სუსტად ეს წამია აპდეიტები ხო მომდის და აპდეიტი მომივიდა ბუკა პეტრიაშვილისა რომელმაც ეს წამია აი 12 საათსა და 26 წუთზე გააზიარა ალიკა რონდელის ფოტო გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა ამ კაცის ამ დიდი კაცის დიდებული კაცის გარდაცვალებიდან და ბუკა წერს ძალიან დიდი ადამიანი ალიკა რონდელი მაგრად აკლია ჩვენს ქვეყანას და მისი მასშტაბის პიროვნებები აკლია დღეს ალექსანდრე რონდელის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა ლეგენდად ქცეული ბატონი ალიკა მრავალი თაობის ამხსდელი დინამო შევზახებ მეც მრავალი თაობის ამხსდელი საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების დარგის დამფუძნებელი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩი იყო როგორც მისი ღრმათწოდნის ასევე უნიკალური პიროვნული ქარიზმისა და იუმორის წყალობით მართლაც ასეა მე ოჯახს უდასტურებ პატივისცემას ყველა მის მეგობარს უდასტურებ პატივისცემას და ვსვამ ერთ მარტივ კითხვას ალიკა რონდელი ალექსანდრე იყო უკულტურულესი კაცი უდახვეწილესი კაცი რომელიც ასე მოგვიწოდებდა ხოლმე ყოველ სისხამრო ადგებით რუსეთის დედავატირეო ეს თქვით რუსეთი ჩვენი მტერიაო ეს თქვითო და რას იზამდა როგორ შეგვაქებდა ალიკა რონდელი და არა მხოლოდ ის როცა გაიგებდა ინფორმაციას ცნობას იმის თაობაზე რომ ჩვენ მონებს ვუწოდებთ მონებს ვამყოფთ სიტყვით მონა და მე გულახდილად გეტყვით არ ვაჭარბებ კი არ მგონია არამედ ვიცი რომ პირად საუბრებში თუ საჯაროდ ბატონი ალექსანდრე და არა მხოლოდ ის არამედ ის ადამიანები რომლებიც ჩვენ გვახსოვს
ადრეული 90-იანი წლებიდან, 2000-იანი წლებიდან, 2010-იანი წლებიდან და ახლახან გარდაცვლილებიც უკლებრივ ყველანი, ვისაც მე ვიცნობდი ყოველ შემთხვევაში, ვისაც მეგობრობდი, მქონდა პატივი, ისინი გვეტყოდნენ, რომ საღოლ ყოჩაღ თქვენ მართებულად იქცევით, თქვენ არ მალავთ სიმართლეს, მკვახე შეძახილი კი გაქვთ, მაგრამ ეს მკვახე შეძახილი გარდაულად აუცილებელია, რომ დანარჩენი საზოგადოება გამოფხიზლდესო. მე არ ვლაპარაკობ წარსულის, აი საუკუნეების წინანდელ დიდ პირებზე, დიდ მოღვაწეებზე, ილიაზე და ილიას თაობის ან შემდგომი თაობის წარმომადგენლებზე. მე ვსაუბრობ აი 90-იანი წლებიდან ვიდრე დღემდე, რომელთა უმრავლესობასაც ან გარკვეულ ნაწილსაც ვიცნობდით. მე ვიკითხავდი, ასე მონაო შეიძლება ამ სიტყვით არ შემკო აკაკი ბაქრაძეს, ასე მაგალითად რომელიმე დეპუტატად წოდებული დღეს, მაგრამ რა სიტყოდა აკაკი ბაქრაძე და მე დარწმუნებული ვარ, ლაშაძე და მეთანხმება, რომ აკაკი ბაქრაძე სწორედაც რომ მოგვიწოდებდა ამ ქმედებას აქციელს და გვეტყოდა, რომ დიახ მონას რუსეთისა, ვისი მონა ხარ, ხო? ღვთის მონა ხო არა ხარ, ამაზე ვიტყვი ორ სიტყვას, ხო, ღვთის მონა ხარო, ვინმე ამგვარად შეგამკობს, ეს ხო არც წინდა. რუსეთის მონობა კი წინთ, რატომ? იმიტომ რომ ხვდებათ და კაკო ბაქრაძე თუ სხვები და სხვები ასაკვირველია შეგვიქებდნენ ამ ქმედებას პირად საუბრებში მაინც და გვეტყოდნენ, რომ ჩვენ მართებულად ვიქცევით. ახლა რას ვამბობ და რასაც ვამბობ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? დიახ, ერთის მხრივ Facebook-ზე, ასე მაგალითად Facebook-ზე პოსტვა ბევრს შეიძლება ფუჭ ან ამაოს აქციელად მიაჩნია. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენ აი მხოლოდ Facebook-ზე ვართ აქტიურნი და აი საჯარო სივრცეში კი არა, ასე მაგალითად აქციებზე, დემონსტრაციებზე და ასე შემდეგ, ბევრს ვერც ვერაფერს ჩავდივართ, უბრალოდ ვერც ვერაფერს ვაღწევთ, მაგრამ Facebook-ზე პოსტვას ჩემი ხრმარწმენით, Facebook-ზე პოსტვასაც კი ჩემი ხრმარწმენით აქვს თავისი უზარმაზარი, ფასდაუდებელი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ავტომატურად ახდენს ზეგავლენას სხვებზე, ზეგავლენას არ მერიდება ამ სიტყვის წარმოთქმა და ბევრს ვინც დღემდე დუმს მიუხედავად იმისა, რა მოხდა გასული წლის ასე მაგალითად დეკემბერში ან მიმდინარე წლის იანვარში, ანუ როცა გვარბიეს და მათ შორის ჩემ კოლეგებს ზეიძალადეს და არა მხოლოდ ჩემ კოლეგებზე, ჩემი კოლეგები უბრალოდ ჟურნალისტები არიან და აღნიშნავ მათ შესახებ საუბრობ, ორ სიტყვას ვამბობ, თუმცა სხვებზეც იძალადეს და უმეტეს შემთხვევაში რასაკვირველია ეგრეთ წოდებულ რიგით მოქალაქეებზე, აი ეს სხვები, ვინც გაჩუმებული იყო, მათ ჩვენ ამ სხვებს ჩვენ ვაძლევთ გარკვეულ მაგალითს და ვეუბნებით, რომ აი ნახე როგორი ვარ მე Facebook-ზე, ასე მაგალითად Facebook-ზე არ მერიდება მონას ძახილი, ასე მაგალითად მარიამ ლაშკისთვის. ორ სიტყვას ვიტყვი, ის მონა ღვთისაა, შენ ხარ მარიამ ხევალი, ან მამუკა მდინარაძე, შენ ხარ მონა ღვთისაო, რო უთხრა, ეს რასაკვირველია არ ეწყინებათ, იმიტომ რომ ასე იციან, რომ მონა ღვთის მონობა სულაც არ არის საძრახისი. და ეხლა ცოტა ნახევრად იუმორისტულად გეტყვით, რო უთხრათ, რომ ბიზნეს მონახარო საწყენი რატოა? თუ ღმერთი ჩვენი იესო ქრისტეს ჩვენი ღმერთის იესო ქრისტეს მონობა სულაც არ არის საძრახისი ან მამა ღმერთისა, ასე მაგალითად ბიზნეს მონობა რატოა საძრახისი მამუკა დინარაზისათვის, ასე მაგალითად რა ბიზნა ნაკლებია, მისი აზრით და თუ ნაკლებია, გაბედოს და გამოვიდეს, რომ მე არ მწყინს ეს სიტყვა თქვას, რომ მე არ მწყინს, როცა მამკობენ და მეუბნებიან, რომ მე ვარ ღვთისმონა ან ხევალი ღვთისა, ნინო წილოსანის შემთხვევაში, აი მწყინს, როცა მეძახიან ბიზნეს მონად, მონას მე ბიზნეს მონა სულაც არა ვარ, რომ ამასაც ვერ იტყვის მამუკა მდინარაძე, მე რომ მქონდეს შესაძლებლობა მასთან ინტერვიუსი, სადაც ის თავის დემაგოგიას ჩართავდა და აღარც გამორთავდა, ბუნებრივია, მეც ამასაც ვეტყოდი, მასაც ვეტყოდი და შალვა პაპუაშვილსაც ვშელობთ ახლა ჩვენ ბევრი სხვადასხვა ღიზიანდება, რომ ჩემი მოკლე სიტყვა გზლად რატო ვამბობო, ორ სიტყვაში ჩაატიეო, მე არაფერი წინასწარ განზრახული სათქმელი არც არაფერი არ მაქვს, აი ესე სკროლვით და გამახსენდა ამ სკროლვაში რამე. დიახ, ჩვენ გვიკრძალავენ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებას, შეურაცხყოფას თუ ეძახიან მაინც და მაინც ამ სიტყვა მონას ძახილს და ასე შემდეგ, მაგრამ და მე არ ჩავრთავ იმ ვიდეო თუ აუდიო ფაილს, რომელიც გავრცელდა დღეს
ინტერნეტ სივრცეში, Facebook სივრცეში მათ შორის და მე მაქვს კითხვა, რას უშვებიან საკუთარივე ეტელი არხებს, სადაც სიძულვილის კამპანია მიხვება ადამიანების ბულინგს, ჩაგვრას, ადამიანების ბულინგი და ჩაგვრა მიხვება ყოველდღიურ, პრაქტიკულად კი არა, ყოველდღიურ რეჟიმში. მოდი ღიად ვთქვათ, რას უშვებიან ასე მაგალითად პოზიტივის, რომელიც ტყუილზე ავრცელებს და შეურაცხყოფელი შეფასება მოსდევს მისი ავტორების თუ სიუჟეტებში და თუ ეგრეთ წოდებულ საავტორო გადაცემებში მოსდევს შეურაცხყოფელი განცხადება. რას უშვებიან და მე გეტყვით, რას უშვებიან ისინი, რასაკვირველია, ანუ ქართული ბანდა, ოცნების ბანდა, რასაკვირველია, მათ არ დასჯის, მათ მიმართ არანაირ რეგულაციას არ გამოიყენებს, მათ სასამართლოებში არ დაიბარებს, იმიტომ რომ დაშვებულია მათგან სხვების ჩაგვრა, შეურაცხყოფა, დაბულინგება, კუთხეში მიმწყდება სიძულვილის ენა, ხოლო ჩვენგან კი ეს დაუშვებელია. რას უშვებიან? ტელეკომპანია იმედს, ასე მაგალითად, რომელიც გადავსებულია, გადაჭედილია შეურაცხყოფელი სიტყვებით, აზრებით და სხვათა ბულინგით თუ ქარდებსა და თუ გავრცელებულ ინფორმაციებში და თუ სიუჟეტებში, რომლებსაც წარმოგვიდგენენ მისი თანამშრომლები, მისი ეგრეთ წოდებული კორესპონდენტები ან მათი ნაწილი. და რას უშვებიან, ეხლა კიდევ ერთი ადამიანი უნდა ვახსენო, დილიდან Facebook-ზე გავრცელდა მეთქი ინფორმაცია, აუდიო ჩანაწერი ამ დეპუტატად წოდებული ბანდიტისა, ასე მაგალითად დიმიტრი სამხარაძეს, კაცს, რომელსაც თბენის ვალდებულება აქვს, როცა მას რაღაცას ეკითხებიან, ან მას თუნდაც მისი აზრით შეურაცხყოფენ, მაგრამ თავად არათუ ამ შემთხვევაში არ მიმართავს კი არა არ იყენებს, არ ითბენს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ვალდებულებას არ ასრულებს, არამედ თვით ინიციატივითაც კი ძალიან ხშირად არის პირდაპირ მნიშვნელობით ვიტყვი თავხედუზრდელი ნაბილწი კაცი და გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, როცა ის აგინებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომელთა ასე მაგალითად ბატონი არჩილის, მე პატივისცემას უდასტურებ მას ხოფერიას, ან ასე მაგალითად მამულაშვილისა, ან ასე მაგალითად სხვებისა, ხო? მაგალითად გიორგი ქუფარაშვილისა და სხვებისა თმის ღერის მოლეკულის ტოლფასი არ არის, რასაკვირველია და დიმიტრი სამხარაძე და მთელი ეს ქართული ოცნების ბანდა, მაგრამ დიმიტრი სამხარაძე კი თავისუფლებას აძლევს, რომ აგინოს ვიღაცას დაურეკა თუ არ ვწდები, არც მობისმენია კარგად და ასე აგინებს და ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით სავსეა მისი აუდიო ჩანაწერი, ასე მაგალითად ურიას უწოდებს პრეზიდენტ ზელენსკის, რას გადაყევით თუ არ ვწდები, ასეა, რას გადაყევით ამ ურია ზელენსკისო, ესეც ხო ქსენოფობია ფაქტია. აღონს ეს კაცი არის დეპუტატი. ამასთან დეპუტატია მის ბიოგრაფიას რომ ჩავხედოთ პირდაპირ მნიშვნელობით რუსეთიდან ჩახედავთ მყისვე მიხდებით, რომ ის არის პირდაპირ მნიშვნელობით რუსეთში დავერბოვკებული, მერე გამოშვებული თუ ჩამოსული საქართველოში, მერე ერთი ხანობა ჩუმად მყოფი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ბანდიტი არ გამოჩნდა ასპარეზზე და ბიძინა ივანიშვილმა არ შეიკედლა, შეიფარა, თავისი კალთა არ გადააფარა ამ პატარა ბანდიტუკას, რომელსაც ერთ-ერთზე, ესე ვიტყვი, არც ერამის და არც მათ შორის ერთი ადგილის, ანუ უკანალის არ აქვს ერთ-ერთზე, რომელიმეს რომ შეუპირისპირდეს იმ 3000 და მეტი ჯარისკაციდან, ვინც ახლა უკრაინაშია და ვინც არა მხოლოდ უკრაინას იცავს, არამედ იცავს საქართველოს თავისუფლებასაც. როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ბანდფორმირებები, მათ შორის პაგონებიანი ბანდიტები უბაგრებენ ზურგს და აძლევენ ყველაფრის უფლებას, საკვირველი ამ შემთხვევაში დიდგულა და ენა გრძელია დიმიტრი სამხარაძე და მე კითხვას გავიმეორებ, რას უშვება ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა მათ, ვინც იგინება ან შეურაცხყოფას აყენებს ჩვენი მისამართით, ჩვენში ამ შემთხვევაში მე საკუთარ თავსაც გულისხმობ და იმ საზოგადოების წევრად მივიჩნევ თავს, მივაკუთვნებ იმ საზოგადოებას საკუთარ თავს, რომელიც ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეა და ცხადია, რომ უკლებლივ ყველა ასე მაგალითად ჯარისკაცი, რომელიც იბრძვის უკრაინაში, ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეა. გულისხმობ არა მხოლოდ ჯარისკაცებს, არამედ ეგრეთ წოდებული ბაბლის ან ფართო ბაბლის, საზოგადოების ბაბლისად კარგი სიტყვა ალბათ არ არის, იმ წევრებს, რომლებიც არ ჩერდებიან და მონამონას
ძახილითაც გამოირჩევიან, მაგრამ ასევე კრიტიკული შენიშვნებითაც მონა არ უწოდებია ალბათ მაინც იაგო კაჭკაჭიშვილს ვინმესთვის, მაგრამ იაგოს და სხვათა კრიტიკული დამოკიდებულება ამ კულტურული კაცისა დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ ხო ცხადია და დიმიტრი სამხარაძენი აძლევენ საკუთარ თავისუფლებას, რომ არა მხოლოდ ჯარისკაცები შეამკონ ამ სიტყვებით, გინებით უფრო ზუსტი აგინონ, არამედ ასე მაგალითად იაგო კაჭკაჭიშვილსაც ან სხვებსაც ვინც მათ არ ევასება. დიახ, ბანდიტს კი საქართველოს ქმნის, დიმიტრი სამხარაძის საქართველოს ქმნის ბიზინა ივანიშვილი, მეთქი ამ თვალსაზრის ამ კუთხით თუ შევხედავთ საკითხს, კიდევ ერთხელ დავწმუნდებით, რომ ბიზინა ჯერ კიდევ 2011-12 წლებში, 11-12 წლებიდან და გაცილებით ადრეული პერიოდიდანაც მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა დამტკიცება კი ცოტა რთული იქნება ვერსიის დონეზე, მოვლენილია იმისთვის, რომ აქ ბანდიტური ქვეყანა შექმნას და ერთი ხანობა, რომ მას კარგი საბურველი ჰქონდა, კარგი ნიღაბი ჰქონდა, ჩამოფარებული, ეს სულაც არ ნიშნავს, ან სულაც არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი თუნდაც იმხანად იყო კარგი ან საუკეთესო ან მისაბაძი ან სწორაზროვნებიანი კაცი, ის უბრალოდ ნიღაბს ატარებდა დემოკრატისა და თავისუფლების მცველისა, დასავლეთისა, ასე გეტყვით, მაგრამ გამოხდა ხანი და მიიღო თუ არა ინსტრუქცია პრიკაზ უკაზ ზაკაზი რუსეთიდან იმის თაობაზე, რომ ჩამოეხსნა ეს ნიღაბი და საქართველოს ხალათი უკვე ღიად დაეწყო, მან მყისიერად აღასრულა ეს ბრძანებაც. რითია დაჭერილიო ბიზინა ივანიშვილი, ვინმე იკითხავს და ლეგიტიმური კითხვა ცხადია და მე გიპასუხებ გულახდილად არ ვიცი. მე უბრალოდ გავიხსენებ ერთ ამბავს, რომელიც ბიზინა ივანიშვილს არ ეხება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ესე ვიტყვი, ჩვეულებრივი პრაქტიკაა რუსეთში. ერთ თანამდებობაზე ნიშნავდნენ, გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ მნიშვნელოვან პერსონას კი არა, ერთ პირს ნიშნავდნენ მნიშვნელოვან თანამდებობაზე რუსეთში. კაც მდიდარს და კაც შეძლებულს და მას მისცეს, ის ჩაწერეს, მას ჩაუწერეს რაღაც აკრძალული კადრები, კერძოდ ბავშვთა პორნოგრაფია. მიაღებინეს მონაწილეობა პორნოგრაფიულ აქტებში მიაღებინეს მონაწილეობა და მერე დაუდეს ეს კადრები და უთხრეს, რომ შენ თუ არ ვცდები გენერალური პროკურორის მოადგილე უნდა გამხდარიყო, შენ როგორც კი მოინდომებ წასვლას შენი ნებით და მით უფრო რუსეთის ხელისუფლების კომპრომენტირებას და მის წინააღმდეგ რაღაც ნაბიჯებს გადადგამ, რომ მიცოდე ეს ვიდეო კადრები გაჩნდება, დაიდება სოციალურ ქსელში თუ ჩვეულებრივ ვებგვერდებზე და ის კაცი კარგა ხნის განმავლობაში, ახლა თუ არ ვცდები, აღარ არის თანამდებობაზე, როგორც პუტინმა თავად გაანთავისუფლა სხვა მიზეზის გამო, ის კაცი წლების განმავლობაში ემსახურებოდა რუსულ მაფიოზურ სისტემას, ყველაფერს ასრულებდა მათ შორის იმგვარ რაღაცებსაც, რაც მას პიროვნულად შეიძლება არც უნდოდა, დებდარა ბალიშზე თავს, ალბათ საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ eta делать нельзя, მაგრამ ვინ უშცენ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მე იზოლებული კი ვარ. არამს არ მიმყავს ბიზინა ივანიშვილისკენ, არ გამიგოთ. ვერ დავწამებ ახლა ცილს ბიზინა გრიგოლიჩს ივანიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაღაც მსგავსი უკანონობით იყო დაკავებული და მის შესახებ ჩანაწერები აქვს FSB-ს ამ კუთხით, თუმცა რაღაც ჩანაწერები და რაღაც საშანტაჟო მასალები ბიზინა ივანიშვილზე რომ არსებობს, ჯერ კიდევ შეკრულზე რუსეთის FSB-თან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ხო, ეს კი ფიქრია ჩემი, ასე გეტყვით, ფაქტი არ არის, ფაქტი როდის გვექნება ამგვარი, როდესაც გავხსნით და ალბათ ვერასოდეს ვერ მოვახერხებთ, ჩვენ სიცოცხლეში ყოველ შემთხვევაში 100 წლის შემდეგ რა მოხდება ვერ გეტყვით, როცა გაიხსნება KGB-ს არქივები 100-150-380 წლის შემდეგ და 380 წლის წინანდელ ამბებს გაარკვევს უკვე შთამომავლობა და იტყვის, რომ თურმე აი ეს კლიკუხა ქონია, კლიჩკა ეგრეთ წოდებული ქონია 380 წლის წინ ბანდიტი რო იყო საქართველოს რომ მართავდა ოლიგარქი ივანიშვილს იმხანად გარწმუნებთ, რაც არ უნდა ყვავის ნახარშევი სვას დილაობით ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილმა, ხო, რაც გარწმუნებთ, რომ ბიზინა ივანიშვილი კი არც ერთი ჩვენგანი არ იქნება ცოცხალი და ახლა ლაშა ბუღაზის სტატუსს აგიკითხავთ, ეს წამია გამოქვეყნებულს და ამით დავასრულოთ, მარიამ ლაშხს ეხება. ლაშა ღადაობს და უბრალოდ კონსტიტუცია რომ იყოს, მაგალითად მარიამ ლაშხს მიემართოს ასე, მარიამ ლაშხო.
ან შალვა პაპუაშვილს შალვა პაპუაშვილო ან და სხვებსაც ვისში შესაძლოა ამ ორის თვისება ამოვიცნოთ შეშალვავ თქვათ ასე შეშალვავ აი ასე დიახ ჩვენ ალბათ მოგვიწევს სიტყვების თვის დამატებითი მნიშვნელობის შეძენა კობახიძე შენა და ეს კობახიძე შეგვიძლია მივმართოთ არა მხოლოდ კობახიძეს არამედ ყველა იმ ტიპს რომელიც ჩვენ არ მოგწონს და რომელთა აზრებით ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია აი ასე მაგალითად ჩემს ნაცნობს თუ გნებავთ ასე ვიტყვი ან უცნობს ან მეგობარს ან ნათესავს ან ახლობელს თუ მივმართო ასე ანუ კი არ შეურაცხო ხო არამედ მივმართო აი ესე კამათისას ცოტა იუმორისტული იქნება და თავადაც შესანიშნავად მიხვდება რას გულისხმობს პაპუაშვილო ამას როგორც კი მიმართა უკლებლივ ყველა მიხვდება რას ვგულისხმობთ ან რა იგულისხმება ვაგრძელებ ლაშას პოსტის გაკითხვას ვისშიც შესაძლოა ამ ორის თვისება ამოვიცნოთ შეშალვავ თქვათ ასე რადგან განა რა ჩვენი ბრალია რომ ამ კაცებად და ქალებად ყოფნა თავად შეურაცხყოფელი მე აბსოლუტურად ვიზიარებ ლაიქი პირველი ვარ მე მგონი ლაშა შეკობახიზე უკვე პრობლემაა რა დაკნინებას ჰგავს არადა რას ვამბობთ ისეც მხოლოდ გვარს დიახ ხო სხვა კობახიძეები კი გაგვიჯავრდებიან ამიტომ იქნება და უპრიანი იყოს უმჯობესი იყოს რომ შეირაკლი კობახიძე ასე მივმართოთ სხვას იქნება ვინმე ირაკლი კობახიძე მაგრამ სხვანაირად უკვე ვეღარ ვიზამთ შეირაკლი გიორგისძე კობახიძეს ალბათ მაინც ვერ ვიტყვით ხო იმიტომ რომ ბევრი სიტყვა უბრალოდ შეშალვა პაპუაშვილო ეს კარგი კი არის აი თეატრულოკიანი კი ერთი და განუმეორებელია და ყველას ან მარიამ ლაშხი ხო ყველას ვინც არ მოგვეწონება გვეპიტნარება ვინც მტრობს ქვეყანას უნდა უთხრათ ასე მარიამ ლაშხო დინო წილოსანო ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხოლო ვისაც ვეთყვით რომ შენ ხარ ბიზინა ივანიშვილი არა ასე არა სხვა რედაქციით ბიზინა ივანიშვილო ასე რომ მივმართავთ კი მაინც ყველას გვეცოდინება რომ ბიზინა ივანიშვილი მაინც და მაინც რომელიმე რუსული ორგანოს წარმომადგენელი კი არის. არა, უბრალოდ რუსული ორგანოს წარმომადგენელი კი არის, ის არის FSB-ს წარმომადგენელი, მაგრამ გარდა ამისა არის ასეთი სერგო ორჯონიკიძე, როცა ასე მიმართავ, ხო, ვინმეს ოპონენტს. შესანიშნავად ხვდება ის ოპონენტი, რომ მასში მოღალატეს გულისხმობ, ამ სიტყვაში მოღალატეს გულისხმობ. ახლაც რომ თქვათ, რომ სერგო ორჯონიკიძე კი არა ბიზინა ივანიშვილო, უკლებლივ ყველა მიხვდება, რომ მოღალატეებზე გვაქვს საქმე. ბიზინა ივანიშვილო, შენ ხარ სერგო ორჯონიკიძე, ეს უნდა ვთქვათ სულ და სულ. ალიკა რონდელს გაუმარჯოს ჩემო კარგებო, ლაშასაც გაუმარჯოს. ბუღაძეს, ალიკა რონდელს გარდაცვლილს, მაგრამ მაგარკაც ლაშა ბუღაძეს ცოცხალს, ჯამთელსა და მებრძოლს, ბუკა პეტრიაშვილი ვახსენე, სხვების თუ ვახსენე არ მახსოვს სიმართლე გითხრათ და მომიტევეთ მოკლედ ვინც ვახსენე და არ ვახსენე ვინც ხართ სადარაჯოზე ჩვენი ქვეყნისა ყველას გაგიმარჯოთ და არ შეეპუოთ რაც მთავარია ამათ ორჯერ ეწყინებათ ხუთჯერ ეწყინებათ და ცივწყალს ვერ ნახავენ კი არა ვერ შესვავენ 51 ხელ რო ეწყინებათ ერთჯერ რო ეწყინებათ ან 75 ჯერ 76 ჯერ ვერც იჩივლებენ და თუ იჩივლებენ ასევე დალიონ ცივი წყალი შალვა პაპუაშვილო დალიე ცივი წყალი. ნინო წილოსანო შენ შეგიძლია მიხვე შალიკო პაპუაშვილს ნახვამდის დღეს სასამართლოებია და მე აუცილებლად ვიქნები სასამართლოებზე ჩემ კოლეგებს შევაშველებ სიტყვას რას ისჭირდებათ მაგრამ ხარს კი ნამდვილად გავუმაგრებ და ვიტყვი საქართველოს თავისუფლებისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ Facebook-ზე დავპოსტავთ და არა მხოლოდ არამედ ვიბრძოლებთ შეძლებს დაგვარად ვიბრძოლებთ რომ ასე მაგალითად აკაკი ბაქრაძის ამ შემთხვევაში ხო დამავიწყდა კაკო ბაქრაძის ხსენება რასიზმდა მე კი კაკო ბაქრაძის ნაირი ადამიანების ქვეყანა შევქმნათ და არა მხოლოდ კაკო ბაქრაძისა ნახვამდის